დღეს მინდა გაგიზიაროთ ერთი სიტყვა. უბრალოდ ჩემ სიტყვას დავარქმევდი, ხშირად შემდეგ მეკითხებიან, რა სათაური დავარქვათო შენს გადაგებას, როცა დებენ პირდაპირ ეთერში, რაც გინდა ის დაადეთ, მეუბნები მოისმინეთ. მაგრამ დღეს ალბათ ასე ვიტყოდით, რომ ღმერთის ხმა გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამინ. იცით, იმიტომ რომ ჩვენ მორწმუნე ადამიანები ვართ. ჩვენი ქრისტიანობა ეს არ არის რიტუალების დაცვა მხოლოდ, არ არის ყოველდღიური რაღაცა გარკვეული წესებისა და ჩვეულებების შესრულება. ქრისტიანობა ეს არის სოციალური მოზიარეობა პირველ რიგში და ურთიერთობა უფალთან. ქრისტიანობა ეს არის ზურფასებო ადამიანის გულის ნებაყოფლობითი განწყობილება ღვთის სულისმენდის მმართველობითა და მისი მადლით, რომ შეასრულოს ღმერთის ნება, უყვარდეს უფალი და ყოველდღე იცხოვროს მის მცნებაში და მის სიტყვაში და მის ნებასურველში. იმიტომ რომ შემოზრფასებო ჩვენი ცხოვრება ისეთი არის, რომ სავსე არის ცხოვრება სხვადასხვა სიზნელეებით, სირთულეებით და თითქმის ყოველდღე ადამიანი დგას არჩევნის წინაშე. ნებისმიერ სფეროში ადამიანებს ჩვენ ხშირად გვჭირდება არჩევანი გავაკეთოთ. არჩევანი გვჭირდება სამსახურს, როდესაც ვიწყებთ, არჩევანი გვჭირდება ჩვენ, როდესაც ვინმე დაოჯახებას გადაწყვეტს, არჩევანი გვჭირდება ჩვენ ნებისმიერ სიტუაციაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, სხვადასხვა სფეროში. და ძალიან მნიშვნელოვანი არის, როდესაც ადამიანები აი ამ არჩევნის დროს ფიქრობენ, თუ რა უნდა ღმერთს, თუ რა არის ღმერთის ნება. თუ ღმერთის ნების მიხედვით როგორ წარმართონ თავიანთი ცხოვრება. და ადამიანები ხშირად ეძებენ წინასწარმეტყველებს, ვიღაცამ უნდა უთხრას, ვიღაცამ უნდა ილაპარაკოს მის ცხოვრებაში აუცილებლად, მაგრამ მე მინდა გითხრათ, რომ ღმერთის სიტყვა ცოტა სხვა რაღაცას გვასწავლის. ღმერთის სიტყვა არ გამორიცხავს არც წინასწარმეტყველებს, არც ხელმძღვანელებს, არც სულიერ ნიჭებს, პირიქით ეს ყველაფერი ერთმანეთს ავსებს, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების დროს ყოველთვის ხუცესი არ იქნება შენ გვერდით. ყოველთვის წინასწარმეტყველი არ იქნება შენს გვერდით, მაგრამ ხშირად როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებებს ღებულობთ მორწმუნე ადამიანებს, ერთი რამე ის უნდა გჯეროდეს. ჩვენ გვყავს ცოცხალი ღმერთი, ამინ. ჩვენ გვყავს მოლაპარაკე ღმერთი, ამინ. მე სხვა ღმერთი არ ამყავს და შენ სხვა ღმერთი არ აკყავს. წინასწარმეტყველს სხვა ღმერთი არ აკყავს და შენ სხვა ღმერთი არ აკყავს. მით უმეტეს ახალი აღთქმის პერიოდში მინდა გითხრათ, რომ ღმერთის დიდებული სული, რომელიც მკვიდრობს ადამიანში, მას აქვს ურთიერთობა ადამიანთან. და ადამიანები ეს ურთიერთობა უნდა გამოიყენონ და იყვნენ გრძნობიარენი, რომ მოისმინოს შენ ღმერთის ხმა. მე მინდა წავიკითხო ძველი აღთქმიდან, ესაია წინასწარმეტყველის წიგნიდან 30 მუხლის 30 თავის 21 მუხლი. ამიტომ შეგიძლიათ თვალყური მიადევნოთ ტელეფონებში თუ წიგნი გაქვთ, გახსენით, მიადევნეთ თვალყური აი ამ მუხლებს და მინდა უბრალოდ გაიაზროთ, რას გელაპარაკება დღეს ღმერთის სიტყვა. გააზრების დროს დაივიწყე ყველა პრობლემა, რომელიც გაქვს ახლა შენ ცხოვრებაში. აი ამ ჭერქვეშ, როდესაც შემოხვედი, რას ამ ჭერქვეშ, აი ამ შენობის იქით ქონდა საფიქრებელი, ყველაფერი დროებით მიატოვე. იმიტომ რომ აქედან ფიქრით შენ ვერაფერს ვერ უშველი. მაგრამ შენი გული განამზადე ღმერთის სიტყვის მოსასმენად, იქნებ უფალი დღეს ისეთ რამეს გეუბნება, რამაც შეიძლება შენი პრობლემა გადაწყვიტოს. იმიტომ რომ ღმერთის სიტყვა წყვეტს ადამიანის ცხოვრებაში უამრავ პრობლემას, ამიტომ შენი გულის ყური იყოს ამ ადგილზე. გაიაზრე, რას გელაპარაკება უფალი. მოინიშნე ეს მუხლები, სახში კიდევ წაიკითხე და იცოდე შენ, რომ ჩვენ გვყავს ცოცხალი და მოლაპარაკე ღმერთი, ამინ. მოდი შენს გვერდით უმჯდომ ადამიანს მიუტრიალდე და უთხარი, ჩვენ გვყავს ცოცხალი და მოლაპარაკე ღმერთი. ჩვენი ღმერთი ცოცხალი ღმერთი არის. ჩვენი ღმერთი მკვდარი ღმერთი არ არის. ის მოლაპარაკე ღმერთი არის. ის არ აგავს წარმართა სალოცავებს, წარმართა ღმერთებს, რომელზეც ფსალმუნი ამბობს, რომ თვალები აქვთ და ვერ ხედავენ, ყურები აქვთ და ვერ ისმენენ, ხელები აქვთ და ვერ ამოძრავებენ, ფეხები აქვთ და ვერ დადიან. ასეთი არის წარმართა ღმერთები, მაგრამ ჩვენი ღმერთი ცოცხალი ღმერთი არის. ჩვენი ღმერთი ყველგანყოფი ღმერთი არის. ჩვენი ღმერთი ყოვლის მცოდნე ღმერთი არის, მარადიული ღმერთი არის. მას დიდება უკუნისამდე, ამინ. მოდი შევწიროთ ღმერთს გებაიდების სხორლე, ის არის ჩვენი უფალი. ჰალელუია. და ესაიას 30 თავის 21 მუხლი, ეს მინდა გითხრათ, ეს არის ერთ-ერთი, არა ერთადერთი რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ყველაზე გამამხნევებელი მუხლი ღმერთის მმართველობისა და ხელმძღვანელობის შესახებ.
ეს მუხლი ამბობს, შენი ყურები ხმას გაიგონებენ ზურგიდან. ეს არის გზა, მასზე იარე. ნახეთ კიდევ ერთხელ მიმეორებ. შენი ყურებიო ხმას გაიგონებენ ზურგის მხრიდან. და რა ხმა არის ეს? ეს არის ჩემი გზა, გეუბნება უფალი. მასზე იარე. და ეს როდის ხდება? როდის გელაპარაკება უფალი ზურგის მხრიდან, ეს არის ჩემი გზა, მასზე იარე. როცა მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვალ. ამენ. ისეთ რა ზურგოსობა. სანამ აი ამ მუხლის განმარტებას შეუდგები, მინდა გითხრათ, თუ რა კონტექსტში იწერებოდა ეს მუხლი. და საერთოდ თუ გვინდა რომ სწორი თეოლოგია ჩამოგვიყალიბდეს, არასდროს არ უნდა ამოუგლჯოთ რომელიმე მუხლი კონტექსტიდან. შეიძლება ავიღოთ რომელიღაც მუხლი და აი ამ მუხლზე დავიწყოთ ლაპარაკი, მაგრამ კონტექსტიდან გამომდინარე საერთოდ ეს მუხლი სხვა რაღაცაზე ლაპარაკობს და შენ შეიძლება ააგო რაღაცა თეორია. ისეთ ბიბლიის განმარტების პრინციპებში არის, რომ ჩვენ ერთი მუხლიდან მოძღვრებას არ ავქმნით. ჩვენ ბიბლიაში უპოულობთ კიდევ სხვადასხვა მუხლებს, რომელიც ამა თუ იმ საკითხად ახმება. ჩვენ როდესაც რაიმე მუხლზე ვლაპარაკობთ, კონტექსტში უნდა განვიხილოთ, თუ რა დროს იყო ეს ნათქვამი, რა სიტუაციაში იყო ნათქვამი, ვის ელაპარაკებოდა ღმერთი, რა მიზნით ელაპარაკებოდა მათ ღმერთი, ზურფასებო, თუ გვინდა რომ სწორი აზროვნება ჩამოგვიყალიბდეს. და როცა აი ამ სიტყვას ელაპარაკებოდა უფალი ისრაელს, მინდა გითხრათ, როგორი ისტორიული ფონი იყო და რა კონტექსტში წერს აი ამ მუხლს, კონკრეტულ მუხლზე, რომელზეც უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ. აი ამ მუხლის სწორი გაგება რო გქონდეს, უნდა დავინახოთ ჯერ პირველ რიგში ისტორიული ვითარება, იმიტომ რომ ესაიას წინასწარმეტყველი მსახურობდა იუდას სამეფოში, იცით რომელ პერიოდში? ისტორიულად არის ეს მონაცემები ძველ წერთა აღრიცხვის მე-8 საუკუნეში. როცა ახლო აღმოსავლეთში ყველაზე ძლიერი იმპერია იმ პერიოდში იყო ასურეთის იმპერია. ასურეთი იპყრობდა, როგორც იცით, ეს ომები ოდითგანვე მოდიოდა, იპყრობდა და სწრაფად მიდიოდა მისი ეს დამპყრობლური რფასობო ბრძოლები, იპყრობდა სხვადასხვა ტერიტორიებს და იუდასაც ემუქრებოდა, რომ შეესეოდა და დაიპყრობდა იუდას და ხალხი ცხოვრობდა შიში. და ცდილობდა რომ გამოსავალი ეპოვა ამ სიტუაციიდან. ჩვენ ცხოვრებაში ის ხომ ხდება რაღაც სიზნე როდესაც მოდის, ადამიანები უცბად პანიკაში ვარდებიან, შიში მოდის ადამიანის ცხოვრებაში და ყველას გვინდა ხოლმე რომ რაღაცა გამოსავალი მოვძებნოთ. რამდენ თქვენთაგანს გქონიათ ასეთი რამ? ყოველ ჩვენთაგანს განგვისდია. რაღაც პრობლემა მოვიდა ცხოვრებაში, შიში იპყრობს ჩვენს გულებს, შეიძლება პანიკაც მოდის, აღარ ვიცით რა უნდა გავაკეთოთ და ბუნებრივი ადამიანები ვეძებთ მერე გამოსავალს. და რა გამოსავალს პოულობთ შემდეგ, ზურფასებო? რაც ადამიანური გონებით უფრო ახლოს არის, რაც უფრო მისაღებია, რაც უფრო რეალური ჩანს. და აი ამ პერიოდში ზურფასებო, როდესაც ასურეთის იმპერია იპყრობდა ერებს და იუდასაც ემუქრებოდა ეს საშიშროება და ხალხი შიში ცხოვრობდა და გამოსავლის მოძებნა უნდოდათ, მათი პოვეს ასეთი გამოსავალი. იუდას ხელმძღვანელობა და მმართველობა, რომლებიც იყო ზურფასებო, იმის ნაცვლად რომ დახმარება ღმერთთან ეძებათ, ამ ხალხმა მიმართა დახმარებას ეგვიპტეში, იმიტომ რომ ეგვიპტეც ძლიერი ქვეყანა იყო. ხომ არის დღეს ზურფასებო პოლიტიკაშიც ხო ხდება, რომელიღაც ქვეყანას რაიმე საშიშროება ემუქრება და უფრო ძლიერ ქვეყანასთან ამყარებს კონტაქტს, ალიანსები, კავშირები, მოკავშირეებად სახელდებიან, შემდეგ ურთიერთობებს დებენ სამხედრო სფეროში, თავდაცვის სფეროში და ასე შემდეგ, ეკონომიკის სფეროში. ეს ჩვეულებრივი პოლიტიკა არის დღეს ქვეყანაზე და ეს ეხლა კი არ დაიწყო ასეთი პოლიტიკა. ეს ყოველთვის იყო. სამეფოები ყოველთვის ეძებდნენ მოკავშირეებს, რომ უფრო ძლიერი, მათზე ძლიერი მტრისაგან დაცულები ყოფილიყვნენ და აი ამ კონკრეტულ სიტუაციაში იუდა ეძებდა დახმარებას ეგვიპტეში. და სურდათ, რომ ეგვიპტესთან სამხედრო ალიანსი ქონოდათ, ხელშეკრულება დაედოთ, რომ ასურეთისგან დაეცოთ თავი. მაგრამ ღმერთი ესაიას მეშვეობით ფაქტიურად, როცა კონტექსტს გადავხედავთ, ეუბნება მათ და ამ ხელს იმაში, რომ ისინი თავიანთ ადამიანურ ძალაზე იყვნენ უფრო მეტად დანდობილი, ვიდრე ცოცხალ ღმერთზე. ამიტომ ესაიას 30-ათე თავი პირველი მუხლიდან, ეხლა მთელ თავს არ ვკითხულობ ჩვენ, იწყება მკაცრი მხილებით და უფალი ეუბნებოდა, ვაი მე ამბოხე შვილებს, რჩევას რომ იღებენ, თუმცა არა ჩემსასო.
ანუ პირველივე მუხლი იწყება ზურფასებო ხილებით რომ ესენი დაასახელა ღმერთმა როგორც მიამბოხე ძეები რომლებიც ეძებდნენ რჩევას ეძებდნენ დახმარებას ზურფასებო მაგრამ უფალი ამბობს რომ რჩევას იღებენო თუმცა ჩემსას არაო პრობლემა მხოლოდ პოლიტიკური არ იყო მათი პრობლემა მათი სულიერი იყო ის ზურფასებო რომ ეს პრობლემა იყო რომ ღმერთის გარეშე მიღებული გადაწყვეტილებები ჰქონდათ მათ რატომ ამხელდა ღმერთი განსაკუთრებულად ისრაელს როცა არ ენდობოდნენ მას იცით იმიტომ რომ გავლილ ისტორიას თუ წავიკითხავთ ჩვენ აბრაამი ისაკი იაკობი შემდეგ ღმერთის ერი ეგვიპტეში რა სასწაულები მოიმოქმედა უფალმა რა აღთქმები დაუდო მათ ზურფასებო მათ მოეთხოვებოდა თუ უფრო მეტი მათ მოეთხოვებოდა ნდობა ღმერთისა იმიტომ რომ ღმერთმა არაერთხელ დაუმტკიცა ისრაელს რომ მისი ნდობა მართლაც შესაძლებელი იყო ამენ ნდობის მოპოვება ხო ძნელია ადამიანები ხშირად ისეთ ერთმანეთის წინაშე ნდობის აშენება სჭირდება წლები მაგრამ შეიძლება დაანგრიო ერთ დღეში ისეთ რა არის და ყოველთვის გულსატკენი არის როდესაც აშენებ წლების განმავლობაში ნდობას და შემდეგ ადამიანი ან ნდობლობას გამოხატავს შენს მიმართ ნდობლობას გამოხატავს იმაში რომ სხვადასხვა სიტუაციებში არადა ბევრჯერ გაქვს შენ იმისთვის დამტკიცებული რომ ერთგული ხარ მისი ბევრჯერ გაქვს მისთვის დამტკიცებული რომ შენ არ მიატოვე ის გასაჭირში და აი ამ დროს ის ადამიანი თუ ისევ არჩევან სხვა რაღაცას იაკეთებს და შენ ისევ არ გენდობა და არ გამოხატავს ნდობას ადამიანურადაც საწყენია და მით უმეტეს ყოვლის შემძლე ღმერთი რომელმაც მართლაც საკუთარი ხელებით ატარა ისრაელი უამრავი სასწაული გააკეთა ზურფასებო და მთელი ეგვიპტე დააჩოქა მათ წინაშე თავიანთი ღმერთებით და ყველაფრით უძლიერესი ქვეყანა და ეს მონების ბრბო აქცია დიდერად მისცა კანონი სამართალი და მრავალი წყალობა გამოავლინა და აი ამ საშიშროების დროს როდესაც ისრაელი უყურებდა რომ ასურეთი ძლიერდებოდა და შეიძლება დაეპყრო მან თავის ისტორიას კი არ გადახედა თუ ვინ იყო მათი უფალი მათ თავის ისტორიას კი არ გადახედეს რომ წარსულში ის სოცხალი და მარადიული ღმერთი როგორ ატარებდა მათ ძლიერი ხელით არა ზურფასებო ეს ყველაფერი დაავიწყდათ და იმ დღევანდელობაში რომ ვთქვათ იმ სიტუაციაში რაც მათ მიაჩნდათ რომ მათი დაცვა და მფარველობა იქნებოდეს იყო ეგვიპტე და ეს იყო ღვთის წინაშე ზურფასებო გამოვლენილი უნდობლობა რომელიც ღმერთს შეურაცხყოფდა და ამიტომ ღმერთი ამბობს ვაი მიამბოხე შვილებს რჩევას იღებენ თუმცა ჩემსას არაო ვისი რჩევა უნდა მივიღოთ ჩვენ ზურფასებო თუ არა ღმერთის ამენ ამიტომ ჩვენ ცხოვრებაში ჩვენ ყოველთვის ზურფასებო როცა რაიმე პრობლემის წინაშე დგეხარ ხანდახან ადამიანებს იცით რა გვავიწყდება მე ჩემთვის ხშირად ვეუბნები ხოლმე გაიხედე ცოტა უკან გახსოვს საიდან მოგიყვანა უფალმა გახსოვს როგორ განკურნა მამა შენი უფალმა გახსოვს როგორ განკურნა შენ გახსოვს როგორ გამოავლინა ღმერთმა წყალობა და ვიხსენებ ხოლმე ღმერთის წყალობებს რომელიც ღმერთმა გამოავლინა და ისედაც ჩვენი წარსული ისტორია ჩვენ ძალას გვუმატებს მომავლისთვის იმიტომ რომ ჩვენი ღმერთი არ შეცვლილა ჩვენი ღმერთი იგივე ღმერთი არის ჩვენი ღმერთი უცვლელი ღმერთი არის ეს ჩვენა ვართ ცვალებადები ამიტომ გაჭირობის დროს გაიხსენე რა გააკეთა უფალმა შენ ცხოვრებაში მონობიდან გამოგიყვანა თავის შვილად გახადა შენ და მის შვილს დღეს ღმერთი უამრავ აღთქმას გაძლევს ამენ არ გამოამშრომლო უნდობლობა შენი ღმერთის მიმართ განა ცოტანი არიან რომლებიც გაჭირობის ჟამს უნდობლობას იჩენენ და ღმერთს არ ენდობიან და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ რომ მდგომარეობიდან გამოვიდნენ რამდენი გინდათ იმდენი მაგალითი არის და აი აქ ხედავთ რომ პრობლემა მათი მხოლოდ პოლიტიკური პრობლემა კი არ იყო მთავარი პრობლემა სულიერი პრობლემა იყო რომ ისინი ღმერთს არ ენდობოდნენ თვითონ ხალხის სულიერი მდგომარეობა იცით როგორი იყო ამ დროს თვითონ იუდას ღმერთის სიტყვის მოსმენა არ სურდა არის ასეთი მდგომარეობა როცა ადამიანი თავის გაჭირებულ მდგომარეობაში ღმერთის სიტყვის მოსმენას კი არ ეძებს ხანდახან არც სურს უნდა რომ რაღაცა სხვა მოისმინოს და ნახეთ რა წერია აქ მეათე მუხლში იგივე თავში წერია კონტექსტ ვარჩევ ახლა მე და მინდა რომ დაინახოთ სიმართლესო ნუ გვიწინასწარმეტყველებთო წინასწარმეტყველებს ეულებოდნენ სასიამოვნო სიტყვები გითხარით პირდაპირ წერია წინასწარმეტყველებს ეულებოდნენ სიმართლეს ნუ გვიწინასწარმეტყველებთ
მაგრამ სასიამოვნო სიტყვები გითხარით. რამდენი არის ზურფასებო, ღმერთი მათ მოუწოდებდა, მაგრამ მათ დამამშვიდებელი სიტყვები უნდოდათ. ისეთ ბიბლია ამბობს, ახალი აღთქმის პერიოდში რომ იქნება პერიოდი, როდესაც ყურის მომქავებელ მასწავლებლებს დაუწყებენ ზებნას. ვინ არიან ყურის მომქავებელი მასწავლებლები? ისეთ რამეს გელაპარაკებიან, რაც შენ გამშვიდებს. ისეთ რამეს გელაპარაკებიან, რაც შენ ქსიამოვნებს. ისეთი რამის მოსმენა გინდა შენ, რაც შენ გაგამართლებს. ადამიანები, როცა კონკრეტულად რაიმე ცოდვაში არიან, ისეთ როგორი მასწავლებლები უნდათ, რომელიც დაამშვიდებს მათ, ეტყვის, რომ ეს ყველაფერი არაუშავს, რომ ასეთ მდგომარეობაში ხარ და იცით ამას როგორ ფუთავენ, ღმერთი მოწყალია, ღმერთი სიყვარულია. და ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ ზურფასებო, რწმენის სერიოზულობაზე ხშირად ამბობენ, თქვენ რჯულში ხართ. ჯულში კი არა, მადლში ვართ. მადლი არ გვაძლევს იმის უფლებას, რაც გინდა ისაკეთო. მადლი ჩვენ გვიბიზგებს სიწმინდისკენ, მადლი გვაძლევს ძალას წმინდა ცხოვრებისთვის. მაგრამ ადამიანები, რომლებიც ხშირად ცოდვაში არიან, მათ უნდათ ისეთი სიტყვა უთხრა, ნუ გეშინია შენ გადარჩენილი ხარ, გადარჩენას აღარ დაკარგავ შენ და რა სასიამოვნო მოსასმენია, მით უმეტეს ახალგაზრდა ადამიანისთვის. გადარჩენას აღარ დავკარგავ და შემიძლია რაც მინდა ის ვაკეთო მე. არა ჩემო ზურფასებო. ღმერთი იძლევა საჩუქარს. ჩვენ გადარჩენა მივიღეთ მადლით და არა ჩვენი საქმეების მიხედვით, ჩვენ ამისი გვჯერა. მაგრამ ისეთ რა არის? იესომ არ უთხრა იმ ცოდვილ ქალს, მრუშ დედაკაცს, როცა უთხრა მიარ გასამართლებო, წადიო. მაგრამ ისეთ რა დააყოლა იესომ, წადი და აღარ შესწოდო შენ. იესოს არ უთქვია უბრალოდ პატიობ და წადი. მაგრამ იესოს მიზანი იყო, როცა მოვიდა ქვეყნიერებაზე, რომ ადამიანებისთვის არა მარტო ეპატიებინა, მაგრამ ადამიანები გადაერჩინა. ადამიანები წმინდანი გამختარიყვნენ. რის გამო გამოაძევა ზურფასებო ედემის ბაღიდან ადამიანი უწმინდურების გამო, სოდვის გამო და ღმერთი ადამიანს სოდვილ მდგომარეობაში აღარ აბრუნებს იქ. მაგრამ ამისთვის რომ ადამიანი წმინდა იყოს, ღმერთმა ყველაფერი გააკეთა თავისი მადლით. იესო გასცა ჩვენი გულისთვის. დღეს ძალას გვაძლევს ზურფასებო. ღმერთის მადლი ჩვენ გვუმატებს ძალას, წვრთნის, გვაძლიერებს. სწორად დიფიქრე შენ მხოლოდ. სწორი მიმართულება აიღე თუ არა და მადლით გადარჩენილი ვარ და აღარ დავკარგავ გადარჩენას და მოდი ვცოდოთ და რაც გინდა ის ვაკეთოთ, ამისი მოწინააღმდეგე თვითონ მოციქული პავლე იყო. ერთი ესეთი ქრისტიანული იუმორისტული ისიც არის, პავლე მოციქული სხვადასხვა რელიგიურ კონფესიებს შეხვდაო და ერთ-ერთი კონფესიიდან გამოვიდა, თავზე ხელი ეჭირა ესეო და რა არისო ეკითხებიან და ამათ სულ გადამრიესო, ჩემ დაწერილზე მეუნებიან, ესეა დაწერილიო. ხანდახან ცით რა არის? პავლეს ჭკვიანები გამოდიან ისინი, რომლებიც პავლეს წერილებს განმარტებენ მადლზე. არა და მოციქული პავლე ამბობს ზურფასებო, რა ვქრათო, რადგან მათში ვცხოვრობთო, ვცოდოთო. პავლე მოციქულს არ თქვია უბრალო არა, არამც და არამც. კაცრად თქვა ზურფასებო. მადლი იმისთვის არ არის, რომ ჩვენ უნდა შევცოდოთ. მადლი ღვთისგან ბოძებული ძალა არის წმინდა ცხოვრებისთვის. რაც მიარ შემიძლია უფლისწინა შემომაგდევნები უფალო. ჩემი ცოდვილი მდგომარეობით მე ვერ ვიმარჯვებ. და ღმერთისგან მოდის მადლი. მისი ძალა მოდის, რომელიც განთავისუფლებს და შენ თავისუფალი ხარ ცოდვისგან, უმართლოებისგან, გამარჯვებული ცხოვრებით ცხოვრობ. თუ არა და არის ხოლმე ესეთი სიმღერების მამოტირავებელი ვეშმაკი ჩვენ ფეხქვეშ არის. ამ დროს მე მგონი ეშმაკს ხანდახან ეცინება ხოლმე. ფეხქვეშ შენ ახლა როცა მის ნებას ემორჩილები. მაგრამ როცა შენ ღმერთის ნებას ემორჩილები, როცა შენ ღმერთის ნებაში ცხოვრობ და ეშმაკის საქმებს თქმულა, ამ დროს არის ეშმაკი შენ ფეხქვეშ. და არა მაშინ, როცა ეშმაკის ნებაში ცხოვრობ. ამიტომ ღმერთის ერო ჩვენ ღმერთმა ყველა ინსტრუმენტი მოგცა იმისთვის, რომ ჩვენ მოусმინოთ ღმერთს, ამინ. არ ვეძებოთ ხოლო დამამშვიდებელი სიტყვები. ვიღაცამ თერაპია გაგვიწიოს აქ, დაგვამშვიდოს, ფსიქოლოგიური ტესტები ჩაგვიტაროს. ისეთ რა არის ზურფასებო? არის დრო გლოვისა. კორინთელთა ეკლესია ერთ პერიოდში, როცა მოციქულმა პავლემ წერილი გაუგზავნა და ამხილა და უთხრა, რომ ის მაგივრად რომ თქვენ გლოვობდეთ, თქვენ ტრაბახობთ, გაამაყდით, იმიტომ რომ თქვენში ისეთი ცოდვა, რომელიც ქვეყნიერებაზე არ არისო. მეორე წელში რასაც წერს მავლე თავისი მამობრივი გულით, ჩემმა წერილმა თქვენში გამოიწვია დანახვლიანებაა. და იცით დღეს რა სწავლება ზოგიერთი ადამიანს რომ ამხელ რაღაცაში და დანახვლიან და იცი შენ ღმერთის სული არ მელაპარაკება, სიმშვიდე დამეკარგა.
თუ ცოდვაში ხარ დაგეკარგება სიმშვიდე. აბა ცოდვაში და მშვიდად ცხოვრება ძვირფასებო მე არ გამიგია. დიახ ისინი დანახულიანდნენ. მაგრამ თქვენმა დანახულიანებამ მონანიება გამოიწვია მოციქული პავლე ამბობს. მოციქული პავლე მეორე წელში პირიქით ამშვიდებს მათ და სხვა დარიგებას და რჩევას აძლევს. ამიტომ არასდროს არ ვეძებოთ მხოლოდ ძვირფასებო ის სიტყვები, რომელიც ჩვენ დაგვამშვიდებს, გვასიამოვნებს, ვეძებოთ ის სიტყვები, რომელიც სიტყვებიც ღმერთს უნდა რომ გვითხრას. იყოს პირდაპირი, იყოს ის რომ მოგხვდეს კიდეც გულზე, რომ დავფიქრდეთ, გამოფხიზლდეთ, რა გირჩევნია? მე ეს მირჩევნია. ღმერთის სიტყვა, რომელიც ორლესული მახველივით არის, რომელიც ადამიანს გვაჩვენებს ჩვენ შინაგანს, ამინ. მაგრამ უყურეთ ძვირფასებო, ხალხი უარს ამბობდა და წინასწარმეტყველებს ეუბნება სიმართლეს, ნუ გვიწინასწარმეტყველებთო. მაგრამ რა უნდათ მათ? სასიამოვნო სიტყვები გითხარით. აი ესენი არიან ზოგიერთი თანამედროვე მადლის მქადაგებლები, რომლებსაც ადამიანები გაუაზრებლად, ვინც ასე არა ფიქრობს, მაგრამ მოსმენის პრობლემა აქვს, ისინიც კი მოწონებებს უსვავენ იქ. ჩემო ძვირფასოს ბოდადებო, მოდი გამოვხიზდეთ ჩვენ. გავიაზროთ წმინდა წერილი, რაც გველაპარაკება და აი ეს ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სასიამოვნო სიტყვებს ეძებდნენ და სიმართლე არ უნდათ ძვირფასებო, მათ ღმერთი ელაპარაკებოდა. მაგრამ უყურეთ ძვირფასო, როგორი მოწყალი არის ღმერთი, რომელიც ნახეთ რას ამბობს, მე-18 მუხლიდან თითქოს ტონი იცვლება და აი ამ ხალხს, რომლებიც ურჩები იყვნენ. მათ ეუბნება, მაინც დაგელოდებათ უფალი, რათა შეგიწყალოთ, ამინ. ნახეთ როგორია უფალი. მაინც დაგელოდებათ უფალი, რომ შეგიწყალოთო. თუ რომელიმე ადამიანი გადასტობილ მდგომარეობაში არის ამ დარბაზში ან მისმენს, თუ რომელიმე ადამიანი არის აი იმ დროს იმ იუდას მდგომარეობაში, რომელიც აღარ ეძებდა სიმართლეს, მხოლოდ მშვიდი სიტყვები უნდოდა. მაგრამ თუ შენ სული წმინდა გელაპარაკება და ხვდები, რომ შენ არასწორ მდგომარეობაში ხარ, მაშინ ეს სიტყვა დღეს შენთვის არის ნათქვამი. უფალი ამბობს, მაინც დაგელოდები მე შენ. ჰალელუია, რათა შეგიწყალო. ჩვენი ღმერთი წყალობის ღმერთი არის. თუ შენ ხარ ამ მდგომარეობაში, არ დამთავრებულა ჯერ არაფერი შენთვის. უფალი მაინც გელოდება, უფალი წყალობის ღმერთია, უფალი შენ შეწყალებას ელოდება. ჰალელუია, ცოცხალ დიდება. ჰალელუია. და შემდეგ ეუბნება 21 მუხლში, შენი ყურები ხმას გაიგებენ. ეს იყო აღთქმა, რომ მონანიების შემდეგ ღმერთი კვლავ უხემძღვანელებდა მათ, ძვირფასებო, თავის ხალხს. თუ ისინი მიატოვებდნენ საკუთარ გეგმებს, თუ ისინი მიატოვებდნენ ძვირფასებო საკუთარ მიზნებს და საქმეებს, მათი ღმერთი, რომელსაც ისინი დაუბრუნდებოდნენ, თვითონ გაუძღვებოდა მათ აი მძიმე პერიოდებშიც, ამინ. და განაარიყო ისრაელის ხოვრებაში სამი სამეფო დაესხა თავს. მაგრამ უფალმა ისე გააკეთა, ისრაელის ბრძოლამაც არ მოუწია, ისე გაანადგურა იმ სამმა სამეფომ ერთმანეთი. ჩვენი ღმერთი ცოცხალი ღმერთი არის. ჩვენი ღმერთი დღეს მმართველობას გვირდება, ხელმძღვანელობას გვირდება, თუ ჩვენ გავყვებით მას, ჰალელუია. მაგრამ კონკრეტულ სიტუაციაში ვხედავთ, იუდა იმ დროს ენდობოდა ეგვიპტეს. მაგრამ ამ დროს ღმერთი მოუწოდებდა მე მენდეთ ეგვიპტეს ნუ ენდობით. ამინ. დღეს ღმერთი გვეუბნება მე მენდეთ. ამიტომ ჩვენ ცხოვრებისეულ სიტუაციებში ჩვენ უნდა გვახსოვდეს ჩვენი ღმერთი მოლაპარაკე ღმერთი არის. ცოცხალ ღმერთს დიდება. ეს მუხლი პრაქტიკულად ჩვენ რას გვასწავლის დღეს, ძვირფასებოა. ჩვენ გვასწავლის პრაქტიკულად ეს მუხლი, ძვირფასებოა, ყოველდღიურ სიარულს მის გზაზე. მარტო ისე კი არა, ხანდახან ვიაროთ მის ნებად. ყოველდღიური სიარული მის გზაზე. ცხოვრება სავსე არის გზაჯვარედინებით. აი თვითონ ეს მუხლი რას გელაპარაკება? მიდიხარ წინ, ხო? და უფალი გეუბნება, აი გზა. და საიდან გელაპარაკება? ზურგიდან გელაპარაკება. როცა შენ მარჯვნივ ან მარცხნივ გადაუხვევ, გეუბნება, აი გზა. აქ პირდაპირ გზაჯვარედინი გვეხატება, არა? მიდიხარ წინ გზა არის, მარჯვნივ გადასახვევი, მარცხნივ გადასახვევი, სხვა რა არის გზაჯვარედინი. აი ასეთ გზაჯვარედინებზე ჩვენ გვიწევს ყოველდღიურად ყოფნა და აი ამ გზაჯვარედინებზე ჩვენ უნდა მოვისმინოთ ღმერთის ხმა. ისე კი არა საკუთარ ნებას ენდო, საკუთარ გამოცდილებას ნუ იქნები ცხოვრებაში.
ადამიანი, რომელიც ზერელად უყურებს ყველაფერს, სერიოზულად შეხედე, შენს გარშემო რაც ხდება ყველაფერი და სწორი დასკვნები გამოიტანე, რომ არაზარალო საკუთარი თავი, არაზარალო ოჯახი, არაზარალო ეკლესია შენ გჭირდება სწორი გადაწყვეტილებების მიღება და ამ დროს ჩვენს პრაქტიკულ ცხოვრებაში ზურფასებოა, როდესაც რაიმე გადაწყვეტილების წინაშე ვდგევართ რა, კითხვა უნდა იყოს სწორი, რომელი გზა არის სწორი? როცა გზა ჯვარედინზე მივდივართ. კი, დღეს შეიძლება ნავიგატორი გქონდეს, შეიძლება მანიშნებლები იყოს, მაგრამ სადაც მანიშნებლები არ არის, სადაც მანიშნებელს ვერ ახედავ შენ. როცა მიდიხარ იმ გზა ჯვარედინზე, ხო გებადება ფიქრე, საით უნდა წავიდე ახლა აქ მე? რომელი არის სწორი, რომელიც მიყვანს დანიშნულების ადგილზე? დაფიქრდი, როცა გზა ჯვარედინზე დგეხარ, რა არის სწორი? რა არის ღმერთის ნება? რა უნდა გააკეთო კონკრეტულ სიტუაციაში, რომ არ შეცდე? აღჭირდება მისი მართლობა? და ვის ეძებთ ამ დროს? ადამიანებს ეძებთ იმედს? ვიღაცამ უნდა გითხრას, ვიღაცამ უნდა ხელი დაგასხას, ვიღაცამ უნდა გითხრას 100 ამბობს უფარი. მაგრამ ამ სიტყვაზე სამბობს მოციქული პავლე, როცა ერთი წინასწარმეტყველო სხვებმა გაარჩიეთო. ამიტომ არის რაღაცეები ჩვენ ცხოვრებაში, რაზეც პასუხისგებლობა უნდა ავიღოთ, ზრფასებო. ამიტომ მინდა გითხრათ, მხოლოდ ღმერთი არის გზა, ის საოცარ დაპირებას გვაძლევს ჩვენ, რომ ის არ აქვტოვებს გადაწყვეტილებების მომენტში. ეს მუხლი ჩვენ გვეუბნება, შვილებო, მე თქვენ არ აქვტოვებთ გადაწყვეტილებების მომენტში. პრობლემა ის კი არ არის ღმერთი რომ არ ლაპარაკობს, პრობლემა ის არის რომ ჩვენ არ გვესმის ხოლმე მისი ხმა. იმიტომ რომ წერია, შენი ყურები გაიგებენ ზურგის მხრიდან. ეს მადლის სიტყვა არის. მოდი ცოტა უდენი ვილაპარაკოთ, რას ნიშნავს ეს ჩვენთვის ახლა? ხმა ზურგის მხრიდან. მარტო ლოზუნგად არ ავიღებთ ამ მუხლს ჩვენ. მოდი ცოტა უფრო მეტად ჩაუღრმავდეთ, რას გვასწავლის ეს ჩვენ? პირველი, რასაც ეს მუხლი გვასწავლის, რომ უნდა ვიცოდეთ, ღმერთი არის ჩვენი წყემსი მასწავლებელი, რომელიც არ გვტოვებს და ახლოს დგას ყოველთვის ჩვენთან. ამინ. რამდენ თქვენთაგანს გწამთ ამ დარბაზში და მინდა ხელისადებით დამიდასტუროთ გულწრფელად, რომ ღმერთი უბრალოდ ღმერთი არ არის, ღმერთი ჩვენი მწყემსი არის. ჰალელუია. ღმერთი ჩვენი მასწავლებელი არის. ღმერთი ჩვენი მამა არის. ხალხო, მოდი ეს გავიაზროთ, გჯერა შენ ამისი? თუ ამისი გჯერა ზურფასებო, მაშინ ერთი რამე უნდა იცოდე შენ, ღმერთი არ გტოვებს. როცა ხვარი გადაუხვევს, ფაქტიურად იცით რა არის? აი საერთოდ ნათქვამი არის, ყველა ვიცით, რომ აღმოსავლურ აი პალესტინაში მაგალითად ესეთ სურათებიც არის დახატული, რომ წყემსი წინ მიდის და ხვარი მიხვება უკან. ხომ ასე არის? მაგრამ აქ ცოტა სხვა სიტუაციას ხედავთ ამ მუხში. როცა ხვარი გადაუხვევს, წყემსი ამ დროს წინ აღარ არის. წინ იმ დროს არის მწყემსი, როცა ხვარი მიხვება მას. ის წინ უძღვება ხვარს სწორი გზით, მაგრამ თუ ხვარმა გადაუხვია, თუ მწყემსი წინ მიმიძღვის და მე გადაუხვიე, საიდან მესმის მისი ხმა უკვე? ის არ გაგისწრებს მწყემსი და წინ არ გაიქცევა. ღმერთი არ ამბობს შენ წინ არ გარბის და გეუბნება დამეწია, აბა ეხლა თუ მაგარი ხარ. არა. ის წინ მიგიძღვის და გეუბნება აი გზა. მაგრამ თუ შენ გადაუხვიე, ამ დროს შენ ხმა უკვე ზურგიდან გესმის და გეუბნება შენი კეთილი მწყემსი აქეთ არა. აი აქი არის. ამ დროს გესმის შენ? ამ დროს ხმა ზურგიდან ისმის. ესე სიმბოლური გამოთქმა არის, მაგრამ აქ მთავარი აზრი იმაში არის, რომ როდესაც ხვარი გადაუხვევს მწყემსი არ ტოვებს მას. როცა ჩვენ გადაუხვევთ ჩვენ ცხოვრებისეულ გზაზე, ზურფასო ძმებო, დებო, დაიმახსოვრეთ, ჩვენი ღმერთი არ აგვტოვებს ჩვენ. ჩვენი ღმერთი არ გარბის ჩვენზე წინ და არ გვეუბნება, აბა დამეწიეთ ახლა. არა, ჩვენი ღმერთი ამ დროს, როცა ჩვენ გადახვეულ მდგომარეობაში ვართ, ზურგიდან გველაპარაკება. ცდილობს რომ შემოგვატრიალოს ისე იმ გზაზე, სადაც თვითონ არის წინ ამძღოლი, სადაც თვითონ მიგვიზღობა წინ. ამინ. ჰალელუია, ცოცხალ ღვთის დიდება. როგორც მშობელი პატარა ბავშვთან ისე დგას ღმერთი. მშობელი პატარა ბავშვთან ზურფასებო, როცა ბავშვი არ უსასწავლი, ხან წინ დგას მშობელი და ეუბნება, მოდი აბა მოდი ჩემთან. როცა წამოეს პატარა და ხელებით ასე დაბანცალებს, როცა ეცემა მშობელი და აიჭერს. არის როცა უგვინდა მიხვება ბავშვმა გადაუხვია, კურსიდან გადაუხვია, შენსკენ აღარ მოდის და ამ დროს
იქით წავიდა მშობელი რას აკეთებს, აქ ხო აღარ ელოდება, მე უკან მიყვება რომ იქ არ დაეცეს და ხელი წააშველოს. ღმერთი ჩვენ ცხოვრებისეულ გზაზე სიარულს გვასწავლის. ამინ. ღმერთი დევა და მადლობა. ღმერთი ძვირფასებო აკვირდება ჩვენს ნაბიჯებს და მზად არის ყოველთვის ჩაერიოს იქ სადაც ჩვენ ნაბიჯი გადაგვიცდება. ჰალელუია. ყველას წამთ ასეთი ღმერთი, თქვენად თუ არ ვლაპარაკობ. ჩვენი ღმერთი ასეთი ღმერთი არის. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა, ჰალელუია. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი რამ უნდა ვიცოდეთ აქედან. როდის ისმის ღმერთის ხმა, როცა დაეცემი მერე, როგორ ფიქრობთ? დაეცა ადამიანი და ღმერთი ეუბნება, აი ხო დაეცი, მე არ მომისმინე. არა ძვირფასებო ღმერთის ხმა, ჯერ კიდევ მინდა გითხრათ, გადახვევის მომენტში ისმის, იმიტომ რომ ტექსტი ამბობს რომ როცა მარჯვნივ გადაუხვევთ და როცა მარცხნივ გადაუხვევთ. გადახვევა ძვირფასებო, ეს მნიშვნელოვანი მუხლი არის. აქ არ წერია, როცა უკვე დაიკარგებით, აქ არ წერია, როცა უკვე დაეცემით, როცა უკვე შორს ახვალთ. გადასტომა იწყება მცირე კომპრომისით მეთანხმებით ძვირფასებო. როცა ჯერ კიდევ შეიძლება რაღაცის გამოსწორება. როცა ჯერ კიდევ არ შესულხარ ღმრთ ცოდვაში, გადახვევა იცით საიდან იწყება? გადახვევა არ იწყება პირდაპირ მაგალითად ადამიანი ბროშობაში ჩავარდა ვიძახით, ხო? იმ დროს არ დაიწყო მისი გადახვევა. როდის დაიწყო მისი გადახვევა? როცა ჯერ ლოცვა შეწყვიტა, როცა ბიბლიასთან ურთიერთობა შეწყვიტა. ხვდებით? თითქოს არაჩვენს ჯერ სურათი მრუშობისა, დაიწყო გადახვევა. ამ დროს უფალი რას ელაპარაკება ძვირფასებო? ზურგის ხმა როგორი არის? შიგნით სინდისი გელაპარაკება ამ დროს, ბიბლია უნდა იკითხო. როცა გადის დრო, თუ გავიდა 1-2 დღე და ბიბლიას ვერ მიუტრიალდი, ყოველთვის შემგულში არის ხოლმე სიგნალი, არ წამიკითხია ბიბლია. მე ამას ჩემ ხსნას კი არ უკავშირებ, მაგრამ ვიცი რომ მე ნორმალურ მდგომარეობაში უნდა წავიკითხო ბიბლია. უკვე სიგნალი არის, წაიკითხე ბიბლია ხმა ზურგიდან. თუ როცა ვკითხულობ, ეს ხმა სულ არ ჭირდება იმ წუთში. ის ხმა შემდეგ იქიდან მესმის, რომ რაღაცას გიხსნის ღმერთი. გადახვევა იწყება შემდეგ უფრო ღრმად. ადამიანი შემდეგ დაინტერესდა პორნოგრაფიით. ხან თვალი გაეპარა საპირისპირო სქესისკენ. ეს ამოვნა არ მოინანია. მერე სადღაცას ისეთ უხამს სურათებს შეხედა, უხამსი ფილმები ნახა. გულის თქმები როცა დაებადა, იქ არ შეეწინააღმდეგო გულში. შეიძლება საერთოდ არ იმრუშა ადამიანობა, მაგრამ გულში, მოდით მაპატიეთ პირდაპირ ლაპარაკობ, მთელი ეს აქტი აღასრულა გულის ფიქრებში და წარმოსახვაში. როგორ ფიქრობთ, ღვთისწინაშე ეს არ არის იმრუშობა? არის მრუშობა. ამიტომ იცით რა არის, რომ გადახვევა არ იწყება დიდი ცოდვით, გადახვევა იწყება მცირე კომპრომისებით. და აი ამ მცირე გადახვევების დროს, ან მარჯვნივ, ან მარცხნივ, ხმა ზურგიდან ყოველთვის გესმის შენ. უფალი გელაპარაკება. ჰალელუია. როცა მარჯვნივ, ან მარცხნივ გადაუხვევთო. იმიტომ რომ შემოძრფასებო, ღმერთის ხმა, რა თქმა უნდა, დაცემის შემდეგაც ისმის, სამოდექი, უკვე სხვა ხმა არის იმ დროს. ხმა, რომელიც ცდილობს უკვე შენ დაცებული მდგომარეობიდან წამოგაყენოს, მაგრამ გადახვევის პირველივე ნაბიჯებზე ისმის ღმერთის ხმა ზურგიდან. აბა კარგად დაუფიქრდი. ჩვენ კიდევ უფრო ღრმად შევალთ ახლა აქ და დავინახავთ. იცით სამდე ისმის ხმა, სანამ სინდისი ბოლომდე გაჩუმდება. და ცოტა სინდისაც შევეხები. სანამ კომპრომისი უკვე ჩვევად იქცევა. ხომ ასე ხდება, რაღაც კომპრომისზე წახვედი და ის კომპრომისი მერე ჩვევად გიყალიბდება. და აი ამ დროს უფალი გელაპარაკება, რომ არ ჩამოგიყალიბდეს ჩვევად. ამ დროს უფალი გელაპარაკება, რომ შენი სინდისი ჯერ ბოლომდე გაჩუმებული არ არის, ის ლაპარაკობს, შიგნიდან მსჯავრი გედება. რამდენს ქონია ცხოვრებაში, რომ არასდროს აკეთებ და მსჯავრი გედება და შიგნით გრძნობ ამას. მე მქონია. თქვენ წმინდანები ხართ. არავის არ გქონიათ, არა? ვის ქონია ასეთი რამ? რომ რაღაცას არასდროს აკეთებ და ამ დროს გული მსჯავრს აკდებს. და ვის ქონიათ ასეთი მდგომარეობა, რომ არასდროს აკეთებ და გული მსჯავრს არ აკდებს? ეს ცოტა ცუდი რაღაცა არის ახლა. შანსი არ არის. თუ სინდისი ბოლომდე გაჩუმებული არ არის,
ის ყოველთვის გელაპარაკება შენ. ყოველთვის გრძნობ, ყოველთვის შინაგანი დისკომფორტი არის, ეს ასე არ არის. ერთი ჩვენებური გამოთქმა ვიცით ხოლმე უბრალო. შუქნიშანზე წითელი რო აინთება, რისი ნიშანია? უნდა გაჩერდე, ხო წითელი ამენთოა. შიგნით წითელი ინთება ხოლმე, რაღაც ისე ვერ არის. სინდისი ბოლომდე გაჩუმებული არ არის. კომპრომისი ჩვევად არ არის ჯერ ჩამოყალიბებული, უფალი გელაპარაკება. იცით? თქილად რომ შენ მარასორმა საქციელმა შენი მომავალი არ შეცვალოს. ადამიანებმა შეიძლება ისეთი გამოუსწორებელი ნაბიჯები გადავდგათ, ღმერთმა შეიძლება გაპატიოს, მაგრამ ადამიანები აღარ გაპატიებენ. ღმერთმა შეიძლება გაპატიოს, მაგრამ შენ იმ ავტორიტეტს ვეღარ აღიდგენ, რომელიც ქონდა. შეიძლება რაღაცა ისეთი დაკარგო, რომელსაც ვეღარ აღიდგენ. კი ღმერთი გაპატიებს, გან აქ სულის დაღუპვაზე მაქვს ლაპარაკი, მაგრამ შეიძლება ისეთი გამოუსწორებელი რაღაცა გააკეთო, მომავალში იმას ვეღარ გამოასწორებ. ან თუ ესტები გამოასწორო, შენი ძალებით კიდე უარეში ჩავარდები. ამიტომ როცა დღეს გელაპარაკება უფალი, მარჯვნივ მარცხნივ როცა გადაუხავ, ამ საწყის სტადიაზე იცოდე რომ სულიწმინდა გაფრთხილებს და გელაპარაკება, ნუ წახვალ ამ მიმართულებით. ჰალელუია. ეს ღმერთის სიყვარულია, ჩემოზრფასებო. ღმერთი ლაპარაკობს, პრობლემა ღმერთს ლაპარაკში არ აქვს, პრობლემა ჩვენს მოსმენაშია. რამდენად უსმენთ ღმერთს, დიდება ღმერთს ამისთვის. სინდისის ხმაზე მინდა გითხრათ, ზრფასებო, კიდევ გავამახვილო ყურადღება. რა თქმა უნდა, სინდისის ხმა ეს სულიწმინდის ხმა არ არის. აქვე მინდა რომ დავაზუსტოთ. მაგრამ სინდისის ხმა ეს ის ხმა არის, საიდანაც სულიწმინდა სარგებლობს და გაძლიერებულად გველაპარაკება ჩვენ. ამინ. ეს ღმერთმა ჩადო ჩვენში. სინდისის ხმა, რომელსაც სულიწმინდა იყენებს ზრფასებო და გველაპარაკება ჩვენ. და აქ მინდა გითხრათ, როცა მცირე კომპრომისს როგორც წეგან უკვე აღნიშნე უშვებს ადამიანი, ჯერ კიდევ მძიმე ცოდვა არ ჩაგიდენია. მცირე კომპრომისი არის. ჯერ კიდევ შენი ცხოვრება არ დაუნგრევია ცოდვას. შეიძლება გარედან არც არაფერი არ აჩანდეს აი ამ წუთში. მაგრამ ჩვენზე კარგად თუ იცი ჩვენი გულები, მოდი პატიოსნები ვიყოთ. შენ გულს ხო კარგად იცნობ შენ. შენ თავს ხო კარგად იცნობ შენ. შეიძლება ვიღაცას არ გამოუტყდე. შეიძლება ვიღაცამ რაღაც გითხრას ისეთი, რაც შენს გულში არის და მაინც არ გატყდე. შეიძლება წინასწარმეტყველებაც გითხრას და მაინც არ გატყდე. მაგრამ შენზე კარგად შენი გული ვინ იცის? შენში რაც არის, შენზე კარგად ვინ იცის? მე ღმერთს არ აგულისხმობ, ადამიანებს გულისხმობ. ღმერთმა შენზე უკეთესად იცის რა არის ეს. ამიტომ იცით რა არის? როცა არასწორს აკეთებ რაღაცას, შინაგანად არის ხმა, არასწორი არის ეს. არ გააკეთო ეს. არ თქვა ეს. ამ გზით არ წახვიდე. განა არ გქონიათ, როცა არასწორი ჩაგიდენიათ ეს ხმა? ყველას გქონია ეს ხმა. როცა რაღაც არასწორს აკეთებ, როცა იცი რომ მაგალითად სხვისას ხელი არ უნდა მოკიდო და ეს შენი არ არის, ქურდობა არის, როცა ამას აკეთებ, შეიძლება აქ თავი გაიმართლო. ოდესღაც ასე იმართლებდნენ ხოლმე თავს. თუ სახელმწიფოს პარავო, ეს ქურდობა არ არისო. სხვები ამბობდნენ, თუ ეკითხები და ისე მოგა ქურდობა არ არის. ამას ვამართლებდით ხოლმე, როცა უფროს მშენებლობაზე რაღაცას ვეტყოდით, რომ ეს გავგვატარე და წაიღე გვეუბნებოდა, თითქოს მამამისის ქონება იყო. ის მას არ ეკუთვნოდა და მას უფლება არ ქონდა ჩვენთვის მოეცა. და ისიც არის რაღაცა ნიუანსები და ყოველთვის აი აქ შიგნით ლაპარაკობს ღმერთის სული, სულიწმინდა ეხება ჩვენ სინდის და გვეუბნება, ეს არ გააკეთო, ამას ხელი არ მოკიდო, ეს არა თქვა. განა ვიღაცას როდესაც ასამართლებს შენ და ვიღაცაზე ლაპარაკობ, შიგნით ვერ ახვდები, რომ აი ამ დროს რაღაცა არასწორს აკეთებ. როცა ადამიანისთვის ვერ გიპატიებია და დადიხარ დამძიმებული გულით, განა ამ დროს თავისუფალი ხარ? ამ დროს შინაგანად სინდისი ან ღმერთის სული არ გელაპარაკება, რომ არასწორი ხარ? როცა დაინახავ შენ ძმას და დას და თვალს მოარიდებ, განა ამ დროს სულიწმინდა არ გელაპარაკება, რომ შენ არასწორს აკეთებ? აბა დაფიქრდი კარგად ადამიანო, განა შიგნით არ გემხილება შენ, როცა რაღაცა არასწორ მოქმედებას აკეთებ, როცა ურჩობას იჩენ, როცა არ ემორჩილები ღმერთს მის სიტყვას, არ ემორჩილები ეკლესიას, განა შიგნით დისკომფორტი არ გექმნება? და მე იცით რა ხდება? აი ეს ხმა რო ჩაახშო, რაც შიგნიდან გელაპარაკება, იცით, უნდა საპირისპირო თქვა.
როცა ადამიანს ვეუბნები ხოლმე, რატო ასამართლებ ახლა? მე კი არ ვასამართლებ, ძმაო, სიმართლეს ვლაპარაკობ. აი ამით გინდა გაამართლო რომ ასამართლებ. იცით? როცა სიმართლეს არ ლაპარაკობ, ეს სხვა ცოდვა არის. როცა სიმართლეს არ ლაპარაკობ, ეს სიცრუე არის. მაგრამ საქმე იმაში არის, რომ შეიძლება მართლა ვხედავთ ახლა რაღაცას ისეც, მაგრამ ბიბლიურად კი არ მოვიქცე, რომ ადამიანთან მივიდე და უთხრა, დავждე სიყვარულით და გავიზიარო. წავალ და მთელ ქვეყანას მოვდებ. როცა ამ დროს სახარება გეუნება, მიდი და დაელაპარაკე. განა ესეთ ელემენტარულებში ჩვენ ღმერთი არ გველაპარაკება, როგორ ფიქრობ, შემოძრფასება. გველაპარაკება უფალი. ჰალელუია. ან როცა ისეთ ურთიერთობაში შედის ადამიანი, უკანონო ურთიერთობაში, დაანგრია ოჯახი მაგალითად ადამიანმა. შემდეგ არა ქორწინებაში იმყოფება პიროვნებასთან. რამდენჯერ მინახია პოსტები დადებული ბედნიერი ვარ. მეორეც უკომენტარებს მერე, მესამე იმას ეუბნება, რომ ღმერთი არ არის შენი ბედნიერების წინააღმდეგ უფალმა გაკურთხოს. შემოძრფასება. ერთი სერიოზული მუხლი არის ბიბლიაში. ვინც არასწორზე ამბობს, რომ სწორია, ის დამნაშავეა უფლის წინაშე. აი რაღაცა ფაქტზე რო ამბობ, რაც ღვთის წინაშე ცოდვაა და შენ იმას გაამართლებ, პასუხისგებლობას იღებ შენ თავზე. პასუხისგებელი ხარ ამ დროს შენ. იცით, ღმერთი აი ამ დროს ზრფასებაა. შენი ბედნიერების წინააღმდეგ ღმერთი არასდროს არ არის. ღმერთი არასდროს არ არის წინააღმდეგ, რომ შენ კარგად იცხოვრო. მაგრამ იცით რა არის შემოძრფასებაა. ღმერთი მომავალს გვაჩვენებს ჩვენ. რა შეიძლება მოიმკა შენ აი ამ ნაბიჯებით? და საერთოდ ბედნიერება რა არის? ეს კიდევ საკითხავი არის და გასარკვევია. ადამიანები რას თვლიან ბედნიერებად? მე მაგალითად როცა ეკლესიაში მოვედი, თავი მეგონა უბედური. რატომ? იმიტომ რომ ეკლესიის ფასეულობები რო გავიგე, ნუ ზოგი სწორად ამიხსნეს, მაგრამ ზოგი არასწორად, მაგრამ მეტი წილი მაინც სწორი იყო. როცა გავიგე მე ქრისტიანული ფასეულობები, რომ მეუბნებოდნენ, შვილო, რა ბედნიერი ხარ, რომ ეკლესიაში მოხვედი? ბედნიერი კი არა, უბედური კაცი ვარ, ამბობდი. მთელი ცხოვრება აქ როგორ ვეგავატარო მე? მთელი ცხოვრება ეს სიტყვები როგორ უნდა შევასრულო? ახალგაზრდა ადამიანი ვარ. ჩემთვის ბედნიერება იყო სხვა რაღაცა იყო ბედნიერება. დროს ტარება, ისეთ წრეებში ყოფნა, სადაც სიწმინდე არ იყო. ეს ჩემთვის ბედნიერება იყო, იქ კარგად ვგრძნობდი თავს. ეკლესიაში კარგად არ ვიგრძენი თავი. მაგრამ როდესაც მოვინანიე და ღმერთის სული შეეხო ჩემს გულს, მე ვიტყვი, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი მაშინ გავხდი მე. ყველაზე ბედნიერი ადამიანი მაშინ გავხდი, როცა ღმერთმა გამანთავისუფლა ცოდვისგან. ის ერთხელ კარგ მდგომარეობაში ვიყავი და ჩემთვის უბრალოდ ფიქრობდი მეთქი, ნეტა ეხლა მეთქი აი რანაირად ვიგრძნობ თავს, აი კარგად ვიგრძნობ თავს, ხო, სულიერადაც, ემოციურად, ყველანაირად, რანაირად ვიგრძნობ მეთქი თავს, ეხლა მალთად ქვეყნიერებას რო წავიდე და ძველ ცხოვრებას დაუბრუნდე. ხანდახან წვეტიანი აზრები ყველას მოსდის არა? და ისეთ რა მოხდა? უფალმა უცბად, აი თითქოს რაღაცა აიღო და ის მდგომარეობა დამანახა რა მდგომარეობაში ვიქნებოდი. წამიერი იყო ეს. იმ მდგომარეობაში აი კაცი რო აი ცხელ წყალში რო ჩააგდო, ხო? აი ასეთ მდგომარეობაში და წამიერი იყო ეს განცდა და ვიყვირე. ხმამაღლა ვიყვირე. არა უფალო. რო წარმოვიდგინეთ ეს დამანახა, არა უფალო. როცა ისევ გონს მოვედი მე კი რა კარგია უფალთან ყოფნა. სიწმინდეს თავისი სიტყვება აქვს. სიწმინდეს თავისი სიტყვების განცდა აქვს, შემოძრფასება. წმინდა ცხოვრებას თავისი გემო აქვს. მაგრამ როცა ადამიანი სიწმინდის გზას სცდება, მისთვის უწმინდურება ხდება გემრიელი. მაგრამ ბოლომდე გემოს ვერ ჩაატან. იმიტომ რომ იქ აკავს შენი სინდისი. თუ ჯერ არ მოგიკლია ის სინდისი და არ ჩაგიხვია და სული წმინდა გელაპარაკება კიდევ და უსმენ მას, აუცილებლად გექნება დისკომფორტი ცოდვასთან. აუცილებლად გექნება შეუგოებლობა ცოდვასთან. მე ბევრ ადამიანთან ვილაპარაკე და ერთ-ერთი ახალგაზრდა მეუბნება, ბრუშობის ცოდვის შემდეგ, როცა ტირილით მოვიდა ჩემთან და ტიროდა, რომ ველაპარაკებოდი, ესეთ რაღაცას მეუბნება, ადრე სანამ ეკლესიაში მოვედი,
სიამოვნებას განვესდიდი. კაი შეხედული მოსული ბიჭი იყო რა, რო შეხედავდი იტყოდი, რომ თვალები შეძება საპირისპიროს ქეს დარჩენოდა, ისეთი იყო. მე როცა ამ სოდვაში ცხოვრობდი, ყოველთვის სიამოვნებას განვესდიდი. ეხლაც ასე მეგონა, მაგრამ ამ სოდვის დროს დავიტანჯე. წამოვიდა და ტიროდა. და მე ჯერა იმ წუთში ვიაპატია იქ უფალმა, იმიტომ რომ მიხვდა ამ ყველაფერს და მისი არჩევანი საბოლოო იყო მაშინ. რატომ განიცადა ის კომფორტი? ღმერთმა, მადლობა ღმერთს, რომ თავს არ გვანებებს. მადლობა ღმერთს, რომ გვამხელს. მადლობა ღმერთს, რომ მისი სიტყვა ძვირფასებო ყურის მომქავებელი სიტყვა არ არის და ხანდახან გვაფხიზლებს და გვეუბნება შვილებო, ესე არ არის. თანამედროვე ფეხის ხმას მოაყვებით ძვირფასებო. დღეს უამრავი ისეთი სწავლება არის, რომელიც თავის დროზე მოსმენილი კი არა, საერთოდ არც ვერც ვიფიქრებდი, რომ ასე შეიძლება ქრისტიანმა იაზროვნოს. მაგრამ ამიტომ შემოძვირფასებო, მოусმინოთ ღმერთის დიდებულ სულს და მის მადლს. ამენ. ამიტომ მოდი, როცა ასე გველაპარაკება უფალი, მოусმინე იმ ხმას. მე მგონი ძალიან უბრალოდ და მარტივია რა. ხო ვარჩევთ ამ ხმას. ჩვენ ხანდახან მგონია, აი ღმერთი რო დაგველაპარაკება, ზეციდან უნდა გვინავი ხმა მოვისმინოთ, ასე ამბობს უფალი და უნდა რაღაცა შიშის ზარი დაგვეცეს. ასე არ არის, შემოძვირფასებო. ჩვენ სულიწმინდ მონათლული ხალხი ვართ. ღმერთის სული გველაპარაკება, ახლო განცდა გვაქვს, გრძნობთ, ამ დროს რა გვტკივა, სად არის კომფორტი, სად არის დისკომფორტი, უბრალოდ მოусმინე, იმიტომ რომ შენი ღმერთი შენ დაცემამდე ლაპარაკობს. მცირე კომპრომისზე და ვისაც ეს განუცდია, მცირე კომპრომისის დროს თუ არ გამოფხიზდი, უფრო ღრმად შეხვალ. დაცემის დროსაც დაგელაპარაკება ღმერთი უკვე, მაგრამ ის ცოტა უფრო რთულია, მაგრამ ღმერთი იქაც ერთგული არის. მაგრამ რა ძალა დაცემამდე დაუშვა თავი, დღეს მოინანიე. თუ ასეთ მდგომარეობაში ხარ, თუ რაღაცაზე უფალი გელაპარაკება, თუ სადღაცას მარჯვნივ მარცხნივ გადახვეული, და ამ დროს გესმის მხილების ხმა, ეს ის მუხლი არის, რომელიც შენ რეალურ მდგომარეობას და გაჩვენებს ზურგის ხმას. მოусმინე უფალი გელაპარაკება, შემოტრიალდი, აი გზა, ამ გზაზე არის ამბობს უფალი. ამენ. ჰალელუია. რამდენს გისარგებლიათ ნავიგატორით, მძღოლებს ვეკითხები. ჩართავ ნავიგატორს, რაღაცაში ვერ გაერკვიე იქ მაგალითად და არ დაუჯერე და წახვედი. იქ ნავიგატორი და რა მოდის, არ მოდის ის ხმა. შეუჭყო ან შედებილო რა გააკეთე, საით გადაუხვიე. თუმცა არის ეგეთი პროგრამების, რო გლანძღავს და გაგინებს, მაგრამ საერთოდ ნავიგატორის დანიშნულებაზე გელაპარაკებით, რომ ამ დროს ის არ გეუბნება, დამთავრდა ყველაფერი, ამ დროს უკვე სხვა ხმა არის იქა. აი რო გეუბნება მარჯვნივ გადაუხვიე და არ გადაუხვევ და მარცხნივ გადაუხვევ, მერე ნავიგატორი ეძებს გზას და გეუბნება, ეხლა წადი, გაუხვიე მარცხნივ, სხვა გზაზე შემოგატარებს და ისევ იმ გზაზე გაყენებს მერე, რომ ისევ სწორ დანიშნულებაზე მიხვიდე. შეიძლება სადღაცას გადაუხვიე, უფალი გელაპარაკება. შვილო, ყველაფერი არ არის დამთავრებული, შემოტრიალდი ისევ. სწორ გზაზე გაიარე, ჰალელუია, ვერც დიდება და მადლობა. როგორ გველაპარაკება ღმერთი, ეს ყველა საინტერესებს, შემოძვირფასებო. ეს არ არის რაღაცა მიუწვდომელი, პირველ რიგში მინდა გითხრათ. არიან ადამიანები, რომლებიც სახავენ ხოლმე, რომ სახარებას გაიგებ თუ მოძღვრისაგან კურთხევა გაქვს მოცემული, ისი არ წაიკითხო. ან პროტესტანტულ ვარიანტში კიდევ შეიძლება იყოს, რომ უფალი მწყებს ელაპარაკება და მოусმინეთ თქვენ არაფერს არ გელაპარაკებათ. ან შეიძლება კიდევ სხვა ვარიანტი იყოს აქ შემოთავაზებული ასეთი რაღაცეები, რომ ღმერთი როცა გელაპარაკება, განსაკუთრებული ადამიანი უნდა იყოს, მისგან განსაკუთრებული რაღაცები უნდა ვლინდებოდეს. წარმოგიდგენია, წინასწარმეტყველი სერიოზული სახით უნდა იყოს და აი ასე ამბობს უფალი, ასე მითხრა სულიწმინდამ. მე ერთი რამ მინდა გითხრათ. ადამიანები, რომლებიც ხშირად ამბობენ, წამდაუწომ, ღმერთის სულმა ეს მითხრა და ეს მითხრა, მე არ მჯერა იმ ადამიანების, როგორც გინდა ისე გამიგეთ. იმიტომ რომ ვისაც ღმერთის სული ელაპარაკება, ისინი სხვანაირად მოქმედებენ, ისინი ამით თავს არ იწონებენ, ისინი ამით არ ატრაბახობენ. როცა ღმერთის სული ელაპარაკება, მათ ისინი თავდაბლები არიან. ამიტომ წამდაუწომ თითქოს 24 საათი ისე არიან ჩართულები, რომ ბოდიში და საპირფარეშოში რო წახვიდე, იქაც მმართველობა გირდება.
მინდა პირველ რიგში გითხრათ ძვირფასებო. იესომ თქვა, როცა მოვა იგი ჭეშმარიტების სული, ის შეგიძღობათ ყოველ ჭეშმარიტებაში. ამენ. ჰალელუია. აქ მნიშვნელოვანი რამ იცით რა არის, რომ მარტო გარეთ დამოსული სიტყვა არ არის. აქ ძვირფასებო, ესაიას ნათქვამი ხმა ზურგიდან ის უკვე ჩვენი შინაგანი სულიწმინდის ხმა არის. ამაზე ვლაპარაკობ, თორე ზურგიდან ხმა, ეხლა ფიზიკურ ხმაზე ხარ ვლაპარაკობდი. სულიწმინდის ხმა. როგორც ლაპარაკობს სულიწმინდა, პირველი, რაც მინდა რომ კარგად დაიმახსოვროთ, წმინდა წერილის საშუალებით. ამენ. აი ამაში ბევრი ადამიანი ცდება. სულიწმინდა და წმინდა წერილი განუყოფელი ნაწილი არის. იმიტომ რომ ბიბლია არის ღმერთის მიერ გაცხადებული ჭეშმარიტება. რამოდენიმე ფრაზას წაგიკითხავთ. ბიბლია არის ღმერთის მიერ გაცხადებული ჭეშმარიტება. ის არის სანდო და უცვლელი გამოცხადება. ამენ. ეთანხმებით ამას? ჰალელუია. ის არის ღმერთის ავტორიტეტული სიტყვა ადამიანებისთვის, რომელიც არ არის დამოკიდებული ადამიანის გრძნობებზე და შეხედულებებზე. ღმერთის სიტყვა არ გვერგება ჩვენ. რომ მოგვერგოს ღმერთის სიტყვა, ის ჩვენ ემოციებზე აწყობილი არ არის, შემოძვრფასებო. და არც ჩვენს პირად გამოცდილებაზე არის დაფუძნებული ღმერთის სიტყვა. ღმერთის სიტყვა ძვირფასებო, ეს არის სულიწმიდით მიერ შთაგონებული ადამიანების დაწერილი. იქ არ არის არაფერი ადამიანური გრძნობა, დარიგება, ჩადებული. და მინდა გითხრათ, სულიწმინდა არასოდეს არ იტყვის იმას, დაიმახსოვრეთ კარგად, რაც ეწინააღმდეგება ბიბლიას. თუ შინაგანი ხმა, შენი კარნახი ეწინააღმდეგება ბიბლიას, მაშინ მინდა გითხრა, ეს შენი შინაგანი ხმა არ იყო ღმერთისგან. უბრალოდ შინაგანი ხმა იყო. აღარ შევალ ახლა შორს, ეშმაკმა გიკარნახა თუ შენმა საკუთარმა გრძნობამ, არ არის ღმერთისგან. იმიტომ რომ სულიწმინდა არასდროს არ იტყვის იმას, რაც ბიბლიას ეწინააღმდეგება. ეხლა შეგიძლიათ აი ამის მიხედვით თქვენ განსაჯოთ, ძვირფასებო და ღმერთს თხოვოთ, რომ სულიწმინდა შენ გამიხსენი. ერთ ადგილს აი აღარ მახსოვს, ვეღარ გებულობდი, აი ცოტა რთული მუხლი იყო და კომენტატორებთან წავიკითხე რაღაცები იქ და ვერ გავიგე მაინც რა. არ იყო მოფენილი და მე დავდექი ვილოცო მეთქი უფალო. სულიწმინდა შენ როცა ეს ავტორი წერდა ამას, ხო იქ იყავი. ხო შენ კარნახობდი, რა გქონდა უფალო მხედველობაში. ცოტა ხანი ვიდექი და აზრი მოვიდა, ესა და ეს თავი და ეს მუხლი წაიკითხე. გადავედი წინ წავიკითხე და მივხვდი რაზე იყო ლაპარაკი. შემოძვრფასებოა, ჩვენი ღმერთი მოლაპარაკე ღმერთი არის. ამიტომ ჩვენ უნდა ჩაუღრმავდეთ ბიბლიას და ვიკითხოთ ბიბლია და მოусმინოთ სულიწმინდას. ეს ორი თანხმობაში ძლიერი იარაღი და ინსტრუმენტი არის ჩვენ ხელში. ღმერთს დიდება და მადლობა. მეორე, რაშიც ღმერთი გველაპარაკება, ეს არის შინაგანი მოწმობა ჩვენი. რაზეც უკვე ვილაპარაკე და კიდევ ერთხელ გავუსმევ ხას. არის მომენტები, როდესაც მოდის შინაგანი გაფრთხილება. ჩვენ ამას არ ვაფასებთ ხოლმე. ჩვენ ეს გონია ხოლმე ჩვენი ადამიანური რაღაც არის. თუ რაღაც კონკრეტულ სიტუაციაში არასწორზე მოდის რაღაცა ან მაგალითად რაღაცა გრძნობა გიჩნდება, შინაგანი მოწმობა არის ხოლმე, რომ აი რაღაცას აკეთებ და ბოლომდე არ იცი, მაგრამ ხვდები რომ რაღაცა ისე ვერ არის. სულიწმიდით მონაცვლ ადამიანს, ვინც ბიბლიას კითხულობს და ღმერთთან მოზიარობა აქვს, ეს შინაგანი გამომუშავებული აქვს, ხვდება რომ რაღაცა ისე ვერ არის. რაღაცა ისე არ, აი მშვიდობა არა გაქვს გულში, როცა რაღაც საქმეს აკეთებ. დაფიქრდი ამ დროს. დაფიქრდი ამ დროს. ყოფილა მაგალითად შემთხვევები, რომ შინაგანად შეყოვნება იყო რაღაც საქმეში და არ დაუჯერე და ზარალი განვიცადე. განასულის გადარჩენა დავკარგე, უბრალოდ ზარალი განვიცადე. რომ მომესმინა სხვანაირად იქნებოდა. მერე გავაკეთე ანალიზი. ვსწავლობ ჩვენ შეცდომებით, ვსწავლობთ. ამიტომ როცა ერთხელ დაუშვებ შეცდომას, ისწავლი როგორც ჭკვიანმა ადამიანმა. რომ ეს ღმერთის ხმა იყო. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება. ეხლა არ მინდა ყოველთვის ერთი და იგივე მოწმობებით შეგაწყინოთ თავი, მაგრამ სულთ მოფენობაზეც ვამოწმებდი. თუ კიდათ მოისმინეთ.
ღმერთმა პირველი გაკვეთილები სულიწმინდის შთაგონებაზე ჩამიტარა ისე, რომ მე მეგონა უბრალოდ ჩემი ხმა იყო. გახსოვთ რომ მოგიყევით, ადგილი ვარ დაუთმე მეტროში ქალს და სინდის იმ ქეჯნის ჩემთვის თქვი და კრებაზე რომ მოვედი, კაცი რომელიც არ ვიცნობს, სტუმარია ჩამოსული, ლაპარაკობს და უცბად გადაერთო, თითქოს ვიღაცამ პულტით გადართო. თავის თემა დატოვა და თქვა, სულიწმინდა გველაპარაკებაო ჩვენო. აი მაგალითად შენ ზიხარ მეტროშიო. შემოვიდა ხანშესული ქალი, დადგა შენ გვერდით. ამ დროს სულიწმინდა გეუნებაო დაუთმე ადგილიო, შენ არ უთმობო. გეუნება დაუთმე ადგილი, შენ არ უთმობ, დაუთმე ადგილი არ უთმობო. სამჯერ გაიმეორე, როგორც სამჯერ მქონდა მე იქ რო ვიჯექი ჩემთვის. და ერთი რო ვეღარავდექი არა, ეხლა რა სიტყვის მეთქი ეს ქალი რო ავდგები, ბოლო-ბოლო ინამუსაო რა და დამით მოადგილიო. და იცი რა არის? და ბოლოს ესეთი განრისხებული ხმით ამბობს ქადაგებელი, რა გინდა ბოლოს და ბოლოს ღმერთი მოვიდეს და წინ დაგიდგეს თუ და ისე გელაპარაკოსო? და ისევ გადაერთო და თავის თემაზე დაიწყო ლაპარაკი. გამოვიპარე ჩუმად ხმას როგორ ამოვიღებდი იქ, მაგრამ სახში რო მივედი ვიტირე, მეთქი ღმერთო, აი ვერ წარმოვიდგენდი რომ მე რომ მეგონა სინდის იმ ქეჯნი და თურმე სულიწმინდა მელაპარაკებოდა. შინაგანი ხმა. დღეს მაგალითად ადრე ისინი წავიკითხე, WhatsApp-ებს რას ასწავლიან და ასეთი კითხვა იყო, ადგილი უნდა დაუთმო უფროს ადამიანს, როცა ამოდის ტრანსპორტში? სწორი პასუხი იცით რა იყო? არა. ის ადგილი შენ ნაყიდი გაქვს. ამიტომ თქვი, მე არ მაინტერესებს ქვეყნიერების ნორმები. ჩვენ გვაქვს სულიწმინდა, რომელიც გვასწავლის. ამინ. შემოძრფასებო, შინაგანი მოწმობა უნდა გქონდეს შენ რაღაცაზე, როცა რაღაც გარკვეულ ნაბიჯს დგაავ შენ. და შიგნით გაქვს ანთებული წითელი შუქი, გაჩერდი. წეღანდელ მაგალითზე ვამბობ, ადამიანმა დაიწყო არასწორი ცხოვრება, არასწორი კავშირები და ამ დროს რა არის მისი ბარომეტრი, კრიტერიუმი, რითი აფასებს? ბედნიერად თუ გრძნობ თავს, ესე იგი კარგად ვარ და ღმერთსაც ეს უნდა. შემოძრფასოს ვეოდადებო. თუ არაკანონიერი კავშირი არის, თუ სხვისი ოჯახი დაანგრიე, თუ შენ მაგალითად ეხლა რუშობაში და უკანონო ქორწინებაში ცხოვრობ. გადახედე ბიბლიას. თუ სიტყვა გეწინააღმდეგება, იყავი ბედნიერი. მაგრამ ბოლოს ყველანი სამჯავროს წინაშე წარუდგებით. თუ ეხლა ესეთ ელემენტარულ რაღაცებს დავივიწყებთ, იცით როგორი მორწმუნეები ვიქნებით? ყველაფერი რომ მოსულა ჩვენ ცხოვრებაში. გვინდა ასეთი ცხოვრება. მორწმუნე ქვია და თან შეგიძლია ყველაფერი აკეთო? ხო არსებობს რაღაც ნორმები. ჩვენ ზეციურ სამეფოს თავისი კონსტიტუცია აქვს. ეს არის ბიბლია. ჩვენ ზეციურ სამეფოს თავისი წესები აქვს. და ეს არის ბიბლია. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება. თუ ამაში ხარ თავისუფალი, მართლა თავისუფალი ყოფილ ხარ. თუ შენს გულს მჯავრიანდება და ბედნიერი ხარ, როცა ღმერთის სიტყვას ასრულებ შენ ცხოვრებაში, ჭეშმარიტად თავისუფალი ყოფილ ხარ. ნუ მოგატყუებს ნუ რავინ. ჩვენ არ გვინდა ისეთი ეკლესია ვიყოთ, სადაც ყველაფერი მოსულა. ჩვენ გვინდა ისეთი ეკლესია ვიყოთ, სადაც ღმერთის მადლი და წყალობა ანთავისუფლებს ადამიანებს, სადაც ღმერთის სული ეხება ადამიანებს, ცვლის ადამიანებს, ახალი ადამიანები ხდებიან და თუ ამ პროცესს არ გადიხარ, მაშინ დაფიქრდი და სერიოზულად უთხარი დღეს ღმერთს, ღმერთო, მიმითითე, საითა ვარ გადახვეული, მარჯვნივ თუ მარცხნივ. ამენ. ჰალელუია. ცოცხალ ღმერთს დიდება და მადლობა შემოძრფასებო. კიდევ არის რამოდენიმე რამ. სინდისის მეშვეობით თქვით, ნიშნულოვანი არის სრულფასობ ერთ რამესაც ვიტყვი და ამით დავამთავრებ. გავუკეთებ პატარა რეზიუმეს ამით, რომ თეოლოგიური ბალანსი იყოს სწავლების ბალანსი დაცული. ამ საკითხში ღმერთის ხმა დღეს არის. პირველი როგორც უკვე ვთქვით, წერილი როგორც მყარი საფუძველი. ეს არის ობიექტური წყარო ზრფასებო. რა წერილში არ არის, ის ღმერთის ხმა ვერ იქნება. რომ ღმერთმა თავისი ნება განვიცხადა. და ყველაფრის შესამოწმებლად ღმერთმა ჩვენ მოგცა წერილი. მეორე,
სულიწმინდის მოწმობა როგორც შინაგანი დარწმუნება. ზოგჯერ როცა ტექსტს ვკითხულობ ჩვენ რაღაცა განსაკუთრებულად გვეხება შინაგანად. და გულის სიღრმეში მოდის სიმშვიდე, გაფრთხილება ან მიმართულება. ეს არ არის ახალი გამოცხადება, რომ არავის არ ქონია ჯერ. მაგრამ ინდივიდუალურად, როდესაც ჩვენ ვკითხულობთ ბიბლიას, შენი მდგომარეობას და მიხედვით სულიწმინდა შენ შინაგანად გიხსნის რაღაცას, გიცხადებს რაღაცას. მოусმინე ამ შინაგან ხმას. სინდისი არის მორალური სიგნალი ღმერთის მიერ ადამიანის ცხოვრებაში. როცა რაღაცა არასწორია, შიგნიდან გაწუხებს. მაგრამ ბალანსისთვის სინდისი არ ცulis წერილს. მაგრამ ხშირად პირველ სიგნალს სწორედ სინდისი გვაძლევს. პირველი სიგნალი ღმერთისგან ხშირად სინდისის მეშვეობით მოდის ადამიანის ცხოვრებაში. და არის კიდევ ერთი რამ, მეოთხე, რომელსაც ადამიანები უგულებელყოფენ, ეს არის ეკლესია და სულიერი ხელმძღვანელობა. ღმერთი ადამიანს მარტოდ არ ამყოფებს. არ დაუჯერო თუ ეკლესიო ადამიანებს. დღეს არის ადამიანები. ერთი შეხედვით თითქოს კარგ რაღაცებს ლაპარაკობენ, მაგრამ ჩემი პირველი კითხვა არის, რომელ ეკლესიას ეკუთვნი? ადამიანი, რომელიც არც ერთ ეკლესიას არ მიაკუთვნებს თავს, არც ერთ სწავლებას და თვითონ როგორც ვითარდება, ასე ლაპარაკობს, ჩემთვის ყოველთვის კითხვის ნიშანი არის იქ. მე არ ვწყვეტ, ვინ არის გამართლებული, მე არ ვწყვეტ, ვინ არის დაღუპული და გადარჩენილი, ეს უფალი წყვეტს ყველაფერს, მაგრამ იმისი უფლება მაქვს წმინდა წერილის მიხედვით, რომ კითხვის ნიშნები დავსვა. იმიტომ რომ ეკლესია ეს ღმერთის ოჯახი არის და ბიბლია ამბობს, რომ ღმერთმა ეკლესიაში დააყენა ვინ? მოციქულები, მახარებლები, წინასწარმეტყველები, მასწავლებლები, წყემსები. ამაზე დგას ეკლესია. ეკლესია ეს იესოს მიერ ჩამოყალიბებული ინსტიტუტია, რომელსაც თავისი სხეული უწოდა. ამიტომ ყველა ნორმალური მორწმუნე უნდა იყოს ადგილობრივი ეკლესიის წევრი და ისმენდეს ვირფასებო ეკლესიის ხმას. ყველაზე მარტივი ფორმულა ამ ბალანსის დასაცველად არის ერთი რამ, რომ ვიცოდეთ. წერილი არის ყველაფრის საზომი, სულიწმინდა არის განმანათლებელი, სინდისი არის შიდა სიგნალი და ეკლესია არის დამადასტურებელი ხმა. ამიტომ ჩვენ აი ამ რაღაცების მეშვეობით გველაპარაკება უფალი. კარგით. რატომ ვერ ვისმენთ ღმერთის ხმას, ამას ვეღარ მოვასწრებ, უფალი მოგცემს სხვა დროს, შევეხებით თუ რა გვიშლის ღმერთის ხმა რომ მოვისმინოთ, მაგრამ ერთ-ერთი რაღაცა არის, რაც ჩვენ ღმერთის ხმის მოსმენაში გვიშლის ხელს, რაც სერიოზული რაღაც არის. წინასწარი გადაწყვეტილების გამო. წინასწარი აკვიატებული აზრის გამო. რას ნიშნავს აკვიატებული აზრი? როცა შენ რაღაცა შენთვის ჩამოყალიბებული გაქვს და ლოცულობ არა იმისთვის, რომ ღმერთის ნება გაიგო. არამედ ლოცულობ იმიტომ, რომ ღმერთმა შენი ნება დაადასტუროს. ბიბლიას კითხულობ და ეძებ, რომ ისეთი მუხლი მოძებნო, რომელიც შენს აზრს განამტკიცებს. აი ეს ერთ-ერთი სხვებზე აღარ რჩება დრო, ერთ-ერთი სერიოზული მიზეზი არის, როცა თავს ვიტყუებთ და გვინდა, რომ ბიბლია მოგვერგოს ჩვენ და არა ჩვენ მოვერგოთ ბიბლიას. თვებით ვირფასებო? ამიტომ, როდესაც გინდა ღმერთის ნება გაიგო, ყოველგვარი წინასწარი აკვიატებული აზრების გარეშე ილოცე ღმერთთან. უთხარი უფალო, მე შენი ნება მინდა შევიცნო. ჰალელუია, ცოცხალ ღმერთს დიდება. მინდა ახლა ლოცვისკენ მოგიწოდოთ ყველა შემოძრფასებო. მინდა რომ ამ ლოცვაში ვიყოთ გულწრფელები. მინდა რომ ღვთის წინაშე დავდგეთ ზრფასებო და მოვიტანოთ ჩვენი გულები და გადმოვუღვაროთ მის წინაშე. თუ რომელიმე თქვენთაგანი გრძნობთ, რომ გადახვეული გაქვს სადღაცას და დღეს ღმერთი გელაპარაკებოდა, განსაკუთრებულად შენ ილოცე ღვთის წინაშე და თუ ვინმე სურვილიც ექნება რომ წინ გამოვიდეს და ვილოცოთ მათი გულისთვის, მათთვისაც ვილოცებთ. მაგრამ შემოძრფასებო მინდა გავიაზროთ, რაც მოვისმინეთ. და მიხვდი იმ ხმას, რომელიც ზურგიდან გელაპარაკება, რომელიც შენ დღეს მიგითითებს, რაღაცა სიგნალს გინთებს გულში. მოусმინე მას
შეიძლება ამ წუთში ბოლომდე ვერ ჩამოყალიბდე, მაგრამ როდესაც აქედან გახვალ და კიდე გაიაზრებ რა მოისმინე. რა მომენტებზე მიგითითებ და შენ დღეს სული ზმინდა. კიდე გაიაზრე და როცა დადგები ღმერთის წინაშე გადმოღვარე შენი სული და უთხარი მას ყველაფერი რაც შენს გულში არის. და შენ ნახავ როგორ შეიცვლება შენი ცხოვრება. დაინახავ როგორ დაიწყებს სულიწმინდა შენს გულში მოქმედებას, იმიტომ რომ ღმერთს უნდა რომ მისი შვილები მასთან იყვნენ. და ღმერთი გელაპარაკება შენ და არ გტოვებს თავისი ხელმძღვანელობის გარეშე. ამიტომ ვისაც ყური აქვს სასმენად ის ისმენს, რასაც სული ელაპარაკება ეკლესიას. ამენ. მოდი წამოვდგეთ ფეხზე და ვილოცოთ. ჰალელუია. მოდი აღაპყარით ხელები. მოდი 2 წუთი ძვირფასებო. მე არ ვილოცებ და დარბაზმა ილოცეთ ძვირფასებო. აღიმაღლეთ ხმა. გადმოღვარეთ თქვენი გულები უფლისწინაშე. ჰალელუია. დიდება შენ უფალო ღმერთო. ჰალელუია. 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 ქება დიდება შენ ცოცხალო. მარადიულო ღმერთო. მიიღე ქება დიდება. ჰალელუია. 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 ცოცხალო და მარადიულო ღმერთო დიდება შენ. ჰალელუია. 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 წმინდა მარადიულო ღმერთო. ჰალელუია. 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 მადლობა შენ ჩამოწმინდა მარადიულო ღმერთო. მადლობა შენი უფალო ხელმძღვანელობისთვის. მადლობა რომ არ გტოვებ უფალო ჩვენო. მადლობა უფალო ღმერთო. შენ ხელმძღვანელო უფალო ღმერთო. ჰალელუია. რომ შენ ავლენ შენს ნებას უფალო ჩვენს ცხოვრებაში და გინდა რომ შენ ნებასურვით იცხოვროთ უფალო ეკლესია. წმინდა მარადიულო. მიიღე ქება დიდება და თაყვანისება. ჰალელუია. ჰალელუია. მიიღე ქება დიდება და თაყვანისება ჩემო უფალო. გადმოღვარე შენი მალი და წყალობა. ჰალელუია. 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 მიიღე ქება დიდება. მოდი ყველა მოვუწიოთ ხელები. მოდი მე ვილოცებ და ყველა ერთად გავიმეოროთ და ვილოცოთ. ვისაც განსაკუთრებულად ეხება გვინდა მათ დავეხმაროთ ამ ლოცვით ძვირფასებო. შეიძლება განსაკუთრებულად არ გრძნობა მომენტს, მაგრამ არის ძვირფასებო პრევენციული ზომები, ასეთი გამოთქმა. დავითი ამბობს გამანთავისუფლე უფალოჩები დაფარული ცოდვებისგან. დავითი იმას კი არ ამბობდა რომ რაღაცა დამალული ქონდა და იმისგან გაენთავისუფლებინა ღმერთს. მიჩქმალული ქონდა არა. დავითი გულისხმობდა იმას რომ ადამიანებში შეიძლება რაღაც არის, რასაც თვითონ ადამიანის ვერ ხვდება ბოლომდე და ადამიანი ხშირად ლოცულობს და უნდა უფალო გამიცხადე. უფალო მაჩვენე. მე მინდა ზუსტად აი ამ ლოცვით ვილოცოთ და ყველამ ერთად გავიმეოროთ. ზეციერო მამაო, მოდი ავწიოთ ხელები. მოდი ყველამ გაიმეორეთ. ზეციერო მამაო. შენი იცი ჩემი გულის ფიქრები. შენი იცი ჩემი ყოველი გადაწყვეტილება. შენი იცი ყოველი მოტივი. შენი იცი ყოველი ჩემი ქცევა. შენი იცი ყოველი ჩემი ნაკლოვანება. შენი იცი სადაც გადახვეული მაქვს. ან მარჯვნივ, ან მარცხნივ. და გთხოვ ღმერთო, შენი სულიწმინდის მეშვეობით, შენი სიტყვით გამიცხადე, სად ვარ გადახვეული, სად ვარ არასწორი და შენი მადლით მომანიჭე სიბრძნე და გონიერება, მოატრიალე ჩემი გული და მომყოფე შენს გზაზე. იმ გზაზე, რომელზეც შენ ამბობ, აი გზა იარე მასე. და გვანახო ყველას ის გზა, რომელზეც უნდა ვიაროთ უფალო. რომ ჩვენ ცხოვრებაში გამტკიცებული იყოს ჩვენი ბილიკები, ჩვენი ფეხები იდგეს იმ გზაზე, რომელზეც ჩვენ გვეუბნები, აი გზა და იარეთ ამ გზით. ჰალელუია, გვამყოფე გონიერები, რომ ჩვენ გვესმოდეს ხმა. იმ გადახვევის მომენტში ზურგი და რომელიც გველაპარაკება მოტრიალდით აი გზა რომელზეც უნდა იაროთ. დღეს უფალია უნება ბევრ ჩვენთაგანს შვილო აი გზა რომელიც გაჩვენე. აი გზა რომელსაც ახლა გაჩვენებ.
ამ გზაზე იარე გეუნება უფალი. შეიძლება შენ ახლა გაჩუმებული დგეხარ და ფიქრობ და ამ დროს შენ კონკრეტულ საქმეზე და ქცევაზე შიგნით შენ გააქვს ხმა, როგორ უნდა მოიქცე. რა არის სწორი, რა უნდა გააკეთო. ზუსტად ახლა გელაპარაკება მაშინ უფალი შვილო, აი გზა, რომელზეც უნდა იარო. აი გზა, რომელსაც უნდა გაყვე შენ. დაემორჩილე უფლის ხმას. დაემორჩილე მის მოწოდებას და უთხარი უფალო, მინდა გავყვე ამ გზას. თუ იმეს ლაპარაკი სურვილი ექნება, მსახურებთან შეგიძლია მოხვიდე, გადაშალო გული, თქვა, რას გელაპარაკება უფალი, თუ რაიმეში სულიერი შემწეობა დახმარება გჭირდება. ღმერთს უნდა, რომ ჩვენ მისი გზით მავლები ვიყოთ, ამინ. ჰალელუია. ცოცხალო და მარადიულო ღმერთო, შეეხე ყოველი ჩვენთაგანის გულს, შემოწმინდაო, ზეციერო მამაო, რომ ჩვენ მივყვებოდეთ შენ გზას, შენ ბილიკებს უფალო, ოსულო წმინდავ შენი თანდასწრება იყოს ყოველი ადამიანის გულში, ყოველი ადამიანის აზრებზე, ყოველი ადამიანის მოტივებზე. უფალო, არ გაგვიშვა ხელი, შენ გვაჩვენე უფალო, რამდენადაც არ უნდა გეწინააღმდეგებოდეს შინაგანად ადამიანი, სულ ოცმინდავ დღეს ვაცხადეთ მზაობას, რომ შენი მოქმედო გველაპარაკო, არ გაგვიშვა ხელი უფალო. ვისაც შეგონება ჭირდება შეაგონე მამაო, როგორც ურჩ შვილებს ხელს კიდევს მშობელი, მოგკიდე ხელი უფალო და მოგვიყვანე მორჩილებაში უფალო. ჰალელუია. ჰალელუია, რომ ჩვენ ვიცოდეთ გზა, რომელიც გზაც არის შენგან დადგენილი ჩვენ ცხოვრებაში და მივყვებოდეთ იმ გზას. მიიღე შენ ქება დიდება ყველაფრისთვის, წმინდაო, მარადიულო ღმერთო, წმინდაო სამებაო, მამაო, ძეო, სულო წმინდაო და ყველა მტკვარს. ამინ. მოდი მიუძღვნოთ ღმერთს ქება დიდების ხორბლი.